простите, ради бога. Ну да, значит так, вот что я вам скажу, голубчик Акофи. სპექტაკლი ხანუმა მანჯგალაძეს გამორჩეულად უყვარდა. რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად იგი სცენაზე იმპროვიზაციის მთელ კასკადს ქმნიდა. მაგრამ ეროსი მხოლოდ სცენის პარტნიორებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა. რუსთაველის თეატრის მთავარ დირიჟორთან, ლოვა ოგანეზოვთან იგი დინამო არარატის მატჩის პერიპეტიებს პირდაპირ წარმოდგენისას არჩევდა. ერთხელ დინამომ არარატის კარში ულამაზესი ბურთი გაიტანა. აქვს ეს სპექტაკლი ხანუმა და ეროსი დუელში იძახებს იგი სონას მამას. და სროლის დროს მოპირდაპირ მხარესგან რო ესროლა ზემოდან კულისებიდან სადღაც კურტკელი ჩამოვარდა მკვდარი. ესე გიმანეკით ისროლა, იქიდან ჩამოვარდა, ხო და ეხლა რა ქნას ეროსი გამოვიდა წინ ორკესტრის ორმოსთან გამოვიდა და მე მაესტრო вы видели какая удивительная траектория და ამ ბურთის траекториას მაჩვენებს არარატს რო შეუგდეს ბურთი. ოგანეზოვი ეროსის ხურდას მუსიკით უბრუნებდა. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრი მანჯგალაძეს სცენაზე ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თუ გალიან გამამწარებდა, ესე იგი ორჯერ ჩქარით საუგებდი ხოლმე ცეკვაში. ერასწრებდა, ძლივს მიდიოდა, ძლივს კამზე ჯდებოდა, ძლივს რაღაცა, ერე გამოვიდოდა სცენასთან წინ. ხალხმა ხوارეთ რა ხდება? ოშე, ოხერო მაესტრო, რაღაცებს მეტყოლა ხოლმე ამ კიკლაობაში იყო ჩვენი.